ტრეშტოკი, ფსიქოტრეშტოკი და გამოწვევები. მაგრამ ძალიან კარგი კონფლიქტის გარეშე ეს ყველაფერი. ჩვენ კი გადავდივართ შემდეგ წუთზე, რატიანი versus გაფარლი. აზერბაიჯანის წარმომადგენელი გაფარლი შეხვდება საქართველოს მუაი-თაის წარმომადგენელს რატიანს. 21 წლის არის რატიანი და მხოლოდ 17 წლის არის გაფარლი. სიმაღლეში სხვაობა თითქმის არ გვაქვს. რეკორდიც თანაბარი გვაქვს 1-0-ზე ორივე მებრძოლისგან. ნახოთ ეს საინტერესო ბრძოლა იქნება, იმიტომ რომ ორივე მებრძოლი თანაბარი გამოცდილებით არის წარმოდგენილი, მაგრამ ასაკში საკმაოდ საგრძნობის სხვაობა არის. საბა რატიანი აბსოლუტურად თანაბარი მონაცემები სიმაღლე 180-190 სანტიმეტრი და ერთ-ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული, ერთ-ერთი გამარჯვება ამ ბრძოლაში. ასაკობრივი სხვაობა არის 4 წელი, რატიანი არის 4 წლით უფროსი, მაგრამ ვფიქრობ გამომდინარე რეკორდის მსგავსი გამოცდილება აქვს და ბრძოლაც იქნება საინტერესო. ნახოთ, როგორი ბრძოლა იქნება. დაიწყება იმისთვის რომ ფინიში ეცდებიან რომ დააფინიშონ ერთმანეთი, თუ ეს იქნება სრული 3 რაუნდი. როგორც მივხვდი, რატიანი წარმოადგენს კლუბ ჯიქს, სადაც არაერთი ჩემპიონი არის, როგორც კიკბოქსინგში, ასევე მუაი-თაიში. შესაბამისად, მათ დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი მებრძოლი ყავთ დღევანდელ საღამოზე წარმოდგენილი. Წინასწარ მინდა ბოდიში მაყურებელს გადაუხადო, ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია. A Muay Thai artist holding a professional record of 1 win and no losses. He stands 181 centimeters tall and weighs in 60.7 kilos. Fighting from Azerbaijan, Fuad Gafarli. And now, introducing his opponent, fighting out of the red corner. A Muay Thai artist holding a professional record of 1 win and no losses. He stands 108 centimeters tall and weighs in 66.7 kilos. Fighting from Georgia, Sabah Ratiani. სულ რამოდენიმე წამში დაიწყება უკვე ბრძოლა. რეფერი ბრძოლის წინ აცნობებს წესებს. შეგახსენებთ რომ დაშვებული არის სრულად უხლებით დარტყმა იდაყვით, თავისთავად ბექფესტები და უკვე კლასიკურად ხელი ფეხი. აქტიურად იწყებს რატიანი ბრძოლას. ტიპით პასუხობს გაფარლი, ტიპით პასუხობს რატიანი. თეონა შენი აზრით აი რამდენად სწორი არის ახლა აი შენ რო შეაფასო როგორც უკვე პროფესიონალმა აი ესეთი სწრაფი დაწყება და ფინიშის სურვილი. ნახე ამ ბრძოლაში მე უფრო წინა ბრძოლასთან შედარებით უფრო მაღალ პროფესიონალიზმს ხედავ, მაგრამ ნახე იმ შემთხვევაში, როცა ამ მებრძოლებს არ ვიცნობ და არ ვიცი მათი ძველი ჩხუბები, ცოტა რთული არის პირველ რაუნდში რაღაც დასკვნის გაკეთება, მაგრამ რეალურად კიკბოქსინგი ბევრად და მუაი-თაი ბევრად უფრო აქტიურია, იმიტომ რომ ხელი, ფეხი აქტიურად არის ჩართული, ასევე კლინჩი მუშაობა, დაჭერა და ფეხით მუხლით მუშაობა შეიძლება. რა როგორი კარგი დარტყმა იყო რატიანისგან. ზუსტი. მიუხედავად ასაკის გაფარლი როგორ კარგ ტექნიკას აჩვენებს და როგორ კარგად მიყვავს ბრძოლა.
17 წლისთვის ჩემი აზრით ფანტასტიკური შედეგია ეს. საკმაოდ დამაზიანებელი არის აი ზოგჯერ რომ უყურებ ამ იდაყვებით დარტყმას მინდა თვალები დავხუჭე. წარმოიდგინე რა იქნება მძიმე ზონაში ლაშა. კი, ну, თუმცა მძიმე ზონაში რაოდენობა დარტყმების ბევრად ნაკლები არის, მაგრამ ერთი საკმარისი არის კი. აი კლინჩი ჩვეულებრივ მუშაობა მუხლებით ამ მუაიტაიში ჩვეულებრივ დაშვებული არის და მსაჯიც აძლევს უფლებას რომ გააგრძელონ ბრძოლა არაჩერებს. აი როგორც შენ აღნიშნე, ძალიან კარგია რომ მსაჯს აქ შესვლა იყო მარჯვენა ხელით მუცელში კუჭის თავში მოხდა რაც რატიანი იჭერს დისტანციას ტიპის ხარჯზე და ფიქრობ მისთვის ეს საშუალო დისტანცია საკმაოდ კომფორტული არის. პირველი რაც ორთავ ბრძოლებში არის მნიშვნელოვანი არის გამძლეობა, რაშიც აშკარად ხედავ რომ გაფარლის პრობლემა აქვს. გაფარლის პრობლემა აქვს და უკვე მოიღალ ღვიძლი. მე აი ამის თქმა მინდოდა რომ ეს კარდიოს პრობლემა არ არის, ეს გატარებული დარტყმებისგან გამოწვეული პრობლემა არის, რადგანაც აი ეთხოვოდა. ტანში ბევრი გაატარა ნამდვილად. 3 დარტყმა იყო გატარებული ტანში. როგორ ფიქრობ ახლა ტანის დამუშავება და ღვიძლის გაგრძელდება მუცლის? ღვიძლი თუ გამეორდა და სუფთად მოხდა, ეს ბრძოლა უცბად დასრულდება. კარგია. ჩემი აზრით ახლა ღვიძლზე ხელით რო გადავიდეს დასრულდა პირველი რაუნდი. პირველი რაუნდი იყო ორივე მებრძოლისგან. ვისმით შემდი შენი აზრით გამომდინარე ახლა ნოკდაუნის ალბათ თავისთავად კი ისაც გამძლეობაზე ეგრევე შეეტყო უკვე რაუნდის მეორე ნახევარში შეეტყო რომ გამოიკვეთა ჩვენი ქართველი რატიანის უპირატესობა ნამდვილად ახლა არის საინტერესოდ შეძლებს თუ არა რომ შეუცვალოს მიმართულება ამ ბრძოლას პრაგმატიკულად შეუძლია რატიანს იმუშაოს, გააგრძელოს კორპუსში მუშაობა. შეიძლება მებრძოლები მეორე რაუნდიდან ხშირ შემთხვევაში უფრო აქტიურდებიან და იხსნებიან ხოლმე პირველი რაუნდის შემდეგ, მაგრამ დარტყმა უკვე ისეთი აქვს და იმდენი აქვს ტანში გატარებული, რომ ჩემი აზრით ეს მეორე რაუნდის იქით ვერ გაძლევს ეს ორთა ბრძოლა და ჩვენი ქართველის მხრიდან ვიტყოდი რომ დაუშვათ ახლა ამ რაუნდში ღვიძლი რო გამეორდეს შანსი აღარ იქნება ამ ბრძოლის გაგრძელების. ნახოთ ფოკუსირებული თუ იქნება რომ მუცელში გააგრძელოს დარტყმები, მაგრამ რატომაც არა? ჩემი აზრით მარცხენა აპერკოტი ღვიძლში ძალიან კარგად გავა და ძალიან ფეხებზე არ უნდა გადაერთონ. და ხელებით შვენიად იმუშავოს და პატარა ხელსათმანი არის და მარტივად გაძვრება. კარგი ტიპი არის, აი როგორ სწორად დაჯენს, როგორ ზუსტად. და ახლა გაფარლიზემ რო ვისაუბროთ, ეხლა რამდენად რთული არის ბრძოლაზე ფიქრი, ოდესაც უნდა კონდეს დაცული თან ღვიძლი და ფიქრობ რომ არ გაატარო ღვიძლი, ეგ ბევრად ართულებს უკვე ბრძოლას. უკვე თავისუფალი არ ხარ მოძრაობაში და მოქმედებაში. ასაკიდან გამომდინარეც ამ შემთხვევაში ნახე გამოცდილება ალბათ ნაკლები ექნება ასაკიდან გამომდინარე და ფსიქოლოგიურადაც მაგ მომენტის გადალახვა რთული არის ხოლმე რა. აღნიშნოთ რატიანის შეტევა, რომელიც დასრულდა იდაყვით ზემოდან და მინდა ასევე გაფარლის ხასიათი აღნიშნო, რომ მიუხედავად უკვე მეორე ნოკდაუნის აგრძელებს ბრძოლას. კარგი დარტყმა იყო ტანში, ღვიძლი გაამეორა, მაგრამ აშკარად სიცოცხლე არ იყო. ჩემი აზრით ახლა ხელით რო გააგრძელოს, რატიანმა მუშაობა უკეთესი იქნება და ბევრად მარტივად კი, აი მაყურებელს ვინც დღევანდელ ბრძოლას უყურებ, აღნიშნავ რომ აი როდესაც უკვე მუცელი დაზიანებული გაქვს, ხო? ნებისმიერი მოძრაობა, ხო, შეიძლება ავტომატურად ხელები ქვემოთ ჩამოგაშვიბიოს. და მეორე ნოკდაუნი და სრულდა ბრძოლა. და ბრძოლის დასრულება. კი, უბრალოდ ხო, ეგ საინტერესო იყო ბრძოლა დასრულდა თუ პირველი მეორე რაუნდის არა, ბრძოლა დასრულდა, რეფერიმ გვანიშნა, რომ ძალიან მომეწონა ეს ბრძოლა. მიულოცოთ საქართველოს წარმომადგენელს რატიანს. არა, ნახე, რაღაც შეიცვალა, რაუნდი დასრულებულა ბრძოლა. ხო, ანუ რაუნდმა გადაარჩინა ნოკდაუნს ესე გამოდის, ხო? კი.
აი რომ უნდა ყოფილიყო უკვე გაჩერება და გადაარჩინა არა გონქმა თუ არ აი ვერაფერმა ვერ გადაარჩინა რეფერიმ მოხსნა რეფერიმ მიიღო განაწყვეტილება რომ ბრძოლა აღარ გაგრძელდება Ladies and gentlemen, the referee has called a stop to this contest. Declaring the winner out of the red corner, Saba Ratiani. მიულოცოთ ქართველებს, მიულოცოთ რატიანს. ფანტასტიკური ბრძოლა იყო. აღნიშნავ ტექნიკას, ტიპები ძალიან ლამაზად მუშაობდა და ეს ყველაფერი 21 წლის ასაკში. მინდა მადლობა გადაუხადო ჩემ დარბაზს, კლუბ ჯიგს, ჩემ ტრენერებს, გოჩა და შოთო ჯავახიას, ჩემს კუთხეს ლაშა ჯეფხოძე, გიორგი კანკავა და ყველა ვინც ცირედი წვლილი მაინც შეიტანა ჩემ მომზადებაში. ასევე იმპერიუმ ჩემპიონშიპს მადლობა ისეთ შესაძლებლობებისთვის, წარმატებებს უსურვებ და წინ გელოდება თუ კარგი ჩხუბები და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას.